შენ უფრო კარგი YouTuber-ი ხარ თუ ChatGPT? რა თქმა უნდა მე. კარგი, მაშინ ორივეს დაგისვამთ 5 შეკითხვას და ვნახავ რომელი უკეთესად მეპასუხებს. სად ხარ? ესეთი კი. ძალიან კარგი. პირველი შეკითხვა. შესაძლებელია თუ არა YouTube-ით მილიონის შოვნა? კი, შესაძლებელია, თუმცა მთავარია უნდომება და განავითარო შენი ბიზნესი და ამასთან ერთად შეიძლება ძალიან მარტივად. თეორიულად კი, პრაქტიკულად კი YouTuber-ების 90%-ს მილიონი მხოლოდ ნახვებში აქვს ნანახი. კი, არა, ჯობდა 1-0 გიგი ხათამაძის სასარგებლო. მეორე კითხვა. ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ამ პროფესიას? ხალხს უყვარს ის ადამიანი, ის რაღაც პერსონაჟი და ამიტომაც ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს YouTuber-ს ხელოვნური ინტელექტი. ვერა, ადამიანურ ქარიზმას ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს. მესამე კითხვა. რის ისწავლა შეუძლებელი წიგნებიდან YouTuber-ობის შესახებ? წიგნებიდან შეუძლებელია ისწავლო ის თუ როგორ იმუშაო კამერასთან და იყო ის რაც ხარ, ბევრ რამეს ვერ ისწავლე. წიგნებიდან და ვერც ChatGPT-დან. ვნახოთ რას გვეტყვის ChatGPT. წიგში ვერ ისწავლი იმ სასოწარკვეთას, როცა 5 საათიანი გადაღების მერე ხვდები, რომ მიკროფონი გამორთული ქონდა. გიგი ხათამაძე 3 ChatGPT 0. მეოთხე კითხვა. გვითხარი ერთი ფრაზა, რომელიც მხოლოდ YouTuber-ებს გესმის. Click-rate და retention rate. სუბტიტრები დავადოთ, თორემ უხმოდ ვინც უყურებს, ვერაფერს გაიგებს. მეხუთე კითხვა. გვითხარი ერთი რამ YouTuber-ებზე, რაც ჯობს ხალხმა არ იცოდეს. ალბათ ხალხისთვის ცოტა ისეთი საკითხია, რომ ვიდეო რატომ არის ეგეთი პატარა ხო კითხულობა და რეალურად ვიდეო შეიძლება იყოს ძალიან დიდი 8 საათიანი და YouTuber-ი ცდილობს რომ ყოველთვის საუკეთესო დაუტოვოს, საუკეთესო 25 წუთი, მაგრამ ხალხს უნდა რომ ეს ვიდეო იყოს 50 წუთიანი. კადრში გამოწყობილი YouTuber-ი მაგიდის ქვემოთ, დიდი ალბათობით პიჟამებით და ჩუსტებით ზის. მე შემიძლია ვიყო მიკერძოებული ჟიურიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ორივეს გაგინაწილებთ ქულებს და აქედან გამომდინარე 5-1 გიგიონზე როუდის სასარგებლოდ. მადლობა.